ილია თოფურია, ვერც კი წარმოიდგენთ იმას, რასაც 28 ივნისს ნახავთ. ლას-ვეგასში ჩასულმა ილია თოფურიამ 317 ის წინ ღია ვარჯიში და ცალკე მინი პრეს-კონფერენცია ჩაატარა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა არაერთ მნიშვნელოვან თემას შეეხო, მათ შორის იმას, თუ როგორ გრძნობს თავს ახალ წონაში. მოსამზადებელი ბანაკის დროს ასეთი ბედნიერი ჯერ არასდროს ყოფილა, წონის კრების გამო. მომზადების, მთლიანი პროცესისგან სიამოვნების მიღება შემეძლო და ბრძოლისთვის მზად ვარ. გონი ვერც კი წარმოიდგენთ იმას, რასაც 28 ივნისს ნახავთ. რა მოლოდინები აქვს ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირებაზე, ყველა ბრძოლა დიდი გამოწვევაა. ამ დონეზე ადვილი ბრძოლები არ არსებობს. ჩარლზიც და ისლამიც რთულ ამოცანას წარმოადგენენ, ორივე დიდი ათლეტია, სხვადასხვა სტილით. სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით, ოლივეირასთან გრეპლინგშიც უპირატესობა მე მაქვს. ვიცი, რომ პარტერშიც მასზე უკეთესი ვარ. ვნახოთ, როგორ წავა ბრძოლა, თუ მასთან საბმიშენი დამჭირდა, ამისთვის ყველა უნარი მაქვს. შემიძლია დავანოკაუტო, ან დანებება ვაიძულო. ერთადერთი, რაც დარწმუნებით ვიცი, არის ის, რომ პირველივე რაუნდში ან დავანოკაუტებ, ან საბმიშენით დანებებას ვაიძულებ, იმიტომ რომ ჩარლზი მუდამ წინ მიდის. მასთან დისტანციის შემცირება არ მომიწევს, პირველივე მომენტიდან ერთმანეთს ოქტაგონის ცენტრში შევხვდებით. ასე რომ კი პირველივე რაუნდში ფინიში იქნება. თუ მას ზიანს მივაყენებ, ბრძოლაში დაბრუნებას ვეღარ მოახერხებს. ჩემი ძალა სულ სხვა რამაა იმასთან შედარებით, რაც მის სხვა მეტოქეებს ჰქონდათ. რამდენად დაინტერესებულია მახაჩევთან ბრძოლაში, ვფიქრობ ისლამმა წონა, იმიტომ შეცვალა, რომ საკუთარი მიზნები აქვს. ვნახოთ, რას იზამს ქვესაშუალო წონაში. თუ ის ტიტულს მოიგებს, მე კი მსუბუქ წონაში ტიტულს მოვიგებ, შეიძლება ზედა წონაში ავიდე, ან ის კვლავ მსუბუქ წონაში ჩამოვიდეს და ჩავატარებთ ბრძოლას, რომლის ნახვაც ყველას სურს. თუ ისლამი ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდება, აუცილებლად იმავე შანსს მოვითხოვ და მეც ქვესაშუალო წონაში ავალ. რამდენად შესაძლებელია შემდეგ პიმბლეტთან ბრძოლის ჩანიშვნა. პიმბლეტს კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება, იმიტომ რომ დივიზიონში ბევრი კონტენდერია, რომლებიც სატიტულო შანსს მასზე მეტად იმსახურებენ. თუ ბრძოლას მოიგებს და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, სადაც ტიტულზე ბრძოლას შეძლებს, მას ამის შესაძლებლობას მივცემ, ეს უდიდესი ბრძოლა იქნება, რომლის უკან გარკვეული ისტორიაც არსებობს. რას ფიქრობს ჩარლზ ოლივეირაზე? ჩარლზი კარგი ადამიანია, კარგი სპორტსმენია, კარგ ღირებულებებს წარმოადგენს და მის წინააღმდეგ არაფერი მაქვს. ერთადერთი ისაა, რომ ბრძოლა მოგვიწევს და ბრძოლის წინ მის მიმართ კეთილი არ ვიქნები. ბრძოლის შემდეგ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. სწრაფ გამოჯანმრთელებასთან ერთად.